მეწყრული პროცესების შესახებ საუბრობენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუეთშიც. ადგილობრივი მცხოვრების დავით ვარდოსანიძის თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დაახლოებით 1 თვის წინ განვითარდა, რის შედეგადაც სახლი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვარდოსანიძე ამ ეტაპზე ქიდით გაყვანას ელოდება, თუმცა მისი თქმით პროცესი დროში ჭიანურდება. ვიცა თვითონ გაწყვეტილი არის ჩემი სახელის უკან და ჩემი სახლი წასული არის, დაბზარული არის და მერიაში დავწერეთ განცხადება და ორ კვირაში დაგირეკავთო რომ გახვიდეთო ვითიო ქირითო და ქირაზე 300-ს გვაძლევენ. ხო და რო ის დაანგიცება მაგას არ ვიცით და მე დაფინანსებულ როდესაც მოვა კიდე დახმარება 30000 ლარი იქნება, მე მგონი არ ვიცი უბრალოდ ამდენი იქნება და მაგით როდის იქნება კიდე მაგი არ ვიცი. ჩემი სახლი და ჩემს მობილაბილეთ არის კიდე ერთი. და იგი ჩვენზე ვარას დღეშია კიდე, იგი ვაფშე დამსხდარი. ეს სადღაც 1 თვე იქნება მაქსიმუმ, მეტი არა. თავიდან პატარა ნავრალი იყო და ვერ გეიზარდა, წვიმაში იმატებს კიდე. გეოლოგები თუ იყვნენ ამოსულები? გეოლოგები იყვნენ მოსულები და არ გაჩერდეთო, მანდო წყალი აქვსო ქვეშო და წყლის ბრალი არის. ხო, წადითო გამოვიდო, სადმო წახვიდი ახლა, ვითომ იკრიფება ხეზე პულტი რა არ ვიცი. სოფელ ბუეთშია საუბარი. კი, სოფელი ბუეთი. კურსებიდან არის 9 კილომეტრი ზევით ტყიბულისკენ.